ბეტონის სიმტკიცისა და შრობის პროცესის მონიტორინგის სისტემა, რომელსაც ციტადელი თავის პარტნიორებთან ერთად იყენებს, უკვე წარმატებით დაინერგა არაერთ სამშენებლო პროექტზე. ერთ-ერთი ასეთი პროექტია კასპის ზემო, სადაც კომპანიამ ზემო ვინდის ქარის ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების მშენებლობისას აღნიშნული ტექნოლოგია გამოიყენა. ციტადელის ინჟინერებმა წინასწარ განსაზღვრეს სენსორების რაოდენობა და მათი განთავსების ადგილები. ქარის თითოეული ტურბინის საძირკველში 8 სენსორი დამონტაჟდა, რომელიც ბეტონის მდგომარეობას რეალურ დროში აკონტროლებდა. სენსორები მუდმივად აფიქსირებენ ბეტონის ტემპერატურას, რომლის საფუძველზეც სისტემა ითვლის სიმტკიცის ზრდას. მიღებული მონაცემების საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს, როდის მიაღწია ბეტონმა საჭირო სიმტკიცეს და როდის არის უსაფრთხო ყალიბის მოხსნა. პროექტი კასპის ზემო 300 მეტრიანი ქარის ტურბინის მშენებლობას მოიცავდა. ასეთი მასშტაბის საძირკვლების მოწყობა განსაკუთრებულ სიზუსტესა და მუდმივ კონტროლს მოითხოვს. სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად დააჩქარა სამშენებლო პროცესი ხარისხისა და უსაფრთხოების სრული დაცვით. თუ გსურთ მეტი ინფორმაცია ბეტონის სიმტკიცისა და შრობის მონიტორინგის გერმანული სისტემის შესახებ, გვეწვიეთ ციტადელში.